მოგესალმებით ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო. თქვენ თვალსადევნებთ დიდი 10-ის პლეი-ოფის მეორე რაუნდის შეხვედრების მიმოხილვას. მოგეხსენებათ, აქ 4 გუნდმა მიიღო მონაწილეობა და გაირკვა თუ ვინ გავიდოდა დიდ ფინალში პირდაპირ წესით და კიდევ 2 გუნდის ვინაობა, რომლებსაც მოუწევთ კიდე იქითკენ გზის გაგვალვა. დავიწყოთ თანმიმდევრობით და პირველი შეხვედრა, რომელიც ავჭალის სტადიონზე გაიმართა, გორის ჯიქსა და ბოლნისის ყოჩების შორის შედგა. აქ ანგარიში გახსნა რამაზ ხარაზიშვილმა ჯარიმით და 3-0 დააწინაურა ჯიკი. შემდეგ ხარაზიშვილმა კიდევ ერთ შეტევით ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა, ჯიკებმა გამოიმუშავეს ჯარიმა და კლავაც ხარაზიშვილმა 3 გოლა დაუმატა თავის მონაკარს და 6-0 დააწინაურა ჯამში გორის ჯიკი. შემდეგ იყო ეპიზოდი, როდესაც ჯიკი 14 კაცის ამარა დარჩა მოედანზე, ვინაიდან მათმა მეორე ხაზელმა მალხაზ ჯინჭარაძემ წესების დარღვევით შებოჭა მიხეილ გაჩეჩილაძე, მიიღო ირლანდიელი მსაჯი ბასპისგან ყვითელი ბარათი და 10 წუთით დატოვა მოედანი. ამით კარგად ისარგებლეს ყოჩებმა, შეუტიეს გაზარდეს წნეხი მეტოქეზე და აშვებინეს რიგი შეცდომებისა, მივიდნენ მათ ლელოსხასთან ძალიან ახლოს და ხიდეშელმა დაამიწა კიდეც ბურთი ხასიკით, რითაც 5 გოლა მოუტანა თავის გუნდს, რასაც დაუმატა კიდევ 2 თემურ სოხაძემ ზუსტი გარდასახვით და ტაიმი ბოლნისის ყოჩებმა მოიგო 7-6. პირველი რეზულტატური შეტევა მეორე ნახევარში კლავაც ყოჩებს ეკუთვნოდა, როდესაც თემურ სოხაძემ შორეული საჯარიმო დარტყმით 10-6-მდე გაზარდა თავისი გუნდის უპირატესობა. შემდეგ იყო ეს შერკინება, რომელიც ამ კომპონენტში ძირითადად უპირატესობას ფლობდა ყოჩები, თუმცა ამ ეპიზოდში ჯიკებმა მოიპოვეს ჯარიმის დარტყმის უფლება და ხარაზიშვილმა 42-53 მეტრიდან 10-9-მდე შეამცირა სხვაობა. შემდეგ ეს ლამაზი გარღვევა ვიხილოთ, რომელიც გურამ შენგელიამ, ჯიკების გუნდის კაპიტანმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშემ შეასრულა, თუმცა აქედან სახეირო არაფერი გამოვიდა. გითხარით, რომ ყოჩები ფლობდა უპირატესობას შერკინებაში, მიწოლაში და ამის დასტურად შემიძლია ეს ეპიზოდიც მოიყვანო, როდესაც რამდენჯერმე განმეორდა ერთი და იგივე ხასიათის დარღვევა, მსაჯმა ამის შესახებ გააფრთხილა ჯიკები, მისა გაფრთხილება, რომ მომდევნო ასეთი დარღვევა დაიჯებოდა ყვითელი ბარათით და მართლაც გოგა კაკოვინი ყვითელი ბარათის გამო 10 წუთი გაემგზავრა სიმბიში დასასვენებლად. მიუხედავად ამისა, რამაზ ხარაზიშვილმა კიდევ ერთხელ გაიტანა ჯარიმა და თავისი გუნდი უკვე 12-10 დააწინაურა, მაგრამ სოხაძემაც მოახერხა ზუსტად გაწვრენა ბურთის ძელებს შორის და კვლავ თავისი გუნდი გაიყვანა წინ 13-12. შემდეგ ყოჩებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხეს, კიდევ მიზალებით ისევ ძალისმიერი თამაშით მოლი, რომელიც მიიწევს წინ და საბოლოოდ სრულდება კიკვიძის ლელოთი, რომელიც ყოჩებს აწინაურებს 6 ქულის სხვაობით და ზენს ძალიან დიდ მნიშვნელობას სოხაძის გარდასახვას. ჯერ ეს ეპიზოდი ვნახოთ ბოლომდე, მართალია ლელოს დამდები არ გამოჩნდება, მაგრამ ოქმში შეტანილია როგორც კიკვიძე. სოხაძის გარდასახვა იმ შემთხვევაში თუ გავიდოდა 8 ქულიან უპირატესობას მოუტანა ყოჩებს, მაგრამ მოხვდა ძელს და ამითი გაუჩინა გადარჩენის ძალიან კარგი შანსი, რეალური შანსი გორის ჯიკს. და უნდა ითქვას ამ გუნდის სასახელოდ, რომ ჯიკი ამ შანსს ბოლომდე ჩაებხაუჭა. ახლა უნდა ვნახოთ ძალიან გრძელი, ხანგრძლივი, მრავალფაზიანი შეტევა, რომელიც ალბათ მშვენება იყო არამხოლოდ ამ შეხვედრის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის. შეგახსენებთ, რომ ჯიკი აგებს 6 გოლას, მას სჭირდება გარდასახული ლელო იმისთვის, რომ გააგრძელოს ასპარეზობა ჩემპიონატში, გააგრძელოს ბრძოლა ტიტულისთვის. აქ დავარდა ბურთი და შეიძლებოდა ყოჩებს, რომ ცოტა ეყოჩაღად მოეგოწკიდეთ ეს შეხვედრა. მე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის დრო უკვე გასულია. მსაჯი ელოდება ბურთის უკმად გახდომას, რომ დაუსტვინოს და დაამთავროს შეხვედრა. ჯიკები კი ცდილობენ ეს შანსი ბოლომდე გამოიყენონ და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში გავიდნენ ჩემპიონატის მცირე ფინალში. ჩვენ ახლა ფაზებს ვადევნებთ, თვალს აქ კომენტირება განსაკუთრებული არც არის საჭირო, შეგვიძლია უბრალოდ დავტკბეთ ამ ეპიზოდით, თუ როგორ წყობრად და როგორ მონდომებით უტევენ ჯიკები. აქ ძალიან ახლოს მივიდნენ უკვე კართან, შემდეგ გაბროშვილის კარგი გარღვევა და შემდეგ არსენ ტრაპაიძემ აიტაცა ბურთი იქვე რაკთან, თავისი წონისა და ძალის წყალობით მოახერხა ბოჭავების გავლა და დაამიცა ძალიან მნიშვნელოვანი ლელო, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ ნახევარ საქმეზე მეტი გააკეთა ჯიკების წინსვლისთვის. აქ მხოლოდ რჩებოდა, რომ ხარაზიშვილს ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან არ გაეცილებიდა ბურთი. ამ უკანასკნელმაც, რა თქმა უნდა, ნერვებს მოუყარა, თავი დაარტყა, ზუსტად შეასრულა ეს დარტყმა და თავისი გუნდი გაიყვანა მცირე ფინალში.
რთულია ეხლა ამ ემოციის ფონზე ამის თქმა. და შევხედო თამაში და გავაანალიზო. ფიქრობ ალბათ დამსახურებულმა გაიმარჯვა, იმიტომ რომ ძალიან მაგარი შეტევა წამოგვიღეს ბოლოს, თითქმის თავიანთი 22-დან ხელით იარეს იბრძოლეს ბოლოს ელო გაიტანეს და გაიმარჯვეს. ულოცავ წინსვლას უსურვებ, წარმატებებს უსურვებ. ვერ გამოვიყენეთ ჩვენი უპირატესობა. ამდენი ჯარი ავყიდეთ მოწინააღმდეგე შერკინებაში და რეალიზება უნდა მოგვეხთინა ამის სამწუხაროდ. თითქოს ისე იყო, რომ ვიგებდით თამაშს და თითქმის მოგებული იყო, დრო გასული იყო და ბოლო 4 წუთის განმავლობაში ვერ მოვიპოვეთ ბურთი და ძლიერმა გაიმარჯვა რა ულოცავ დამსახურებული მოგება იყო ეს რა. რაც გავაკეთეთ ეს იყო ხასიათი რა, ეს არის ჯიქების ხასიათი რა და ამასაც დავამტკიცებთ ჩვენ ყოველთვის. წინ წავიწევთ და ყოველი ნაბიჯი იქნება ჩვენი წინწაწეული რა. თავს დავდებთ ბოლომდე. აი ხა გავარჩევთ თამაშებს და წვნართან ერთად ვიმუშავეთ მაგაზე და დარწმუნებული ვარ ჯიქების ხასიათში მომატებული იქნება ყველაფერი რა. გამოსწორებული იქნება თამაში, რაც შეეხება შერკინებასა და აუცს. რაღაც ისე ვიყავით თავიდან, არ ვიყავით მობილიზებული და თან საჯმაც დიდი როლი ითამაშა რა, ყვითელი ვარათები მოცა და აი რა ვიცი, წამოწიეთ თამაში, წინ ხასიათით მოვიგეთ ეს თამაში. აი, მადლობა. ესეც ჩვენი მიმოხილვის მეორე მატჩი, რომელიც ლელოს სარასენსის მოედანზე გაიმართა და ქვეყნის ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდა ერთმანეთს. მოგეხსენებათ, რეგულარული სეზონის განმავლობაში ლელოს სარასენსმა პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო მას მთელი 7 ქულით ჩამორჩა ლოკომოტივი და სწორედ ეს ორი გუნდი შეერკინა ერთმანეთს. ამ შეხვედრაში ორი რამ უნდა გარკვეულიყო. გამარჯვებული პირდაპირი წესით ხვდებოდა დიდ ფინალში, ხოლო დამარცხებულს ჯიქებთან მოუწევდა პაეკრობა იქ მოსახვედრად. ლოკომოტიველებმა ძალიან აქტიურად დაიწყეს შეხვედრა, რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს და ერთ-ერთი მათგანი დასრულდა ცენტრალურ ზონაში ჯარიმით, რომელიც ბექაძიკლაურმა სამქულად აქცია შეასრულა რა ზუსტი საჯარიმო დარტყმა. ასე დაწინაურდა ლოკომოტივი 3-0, რასაც მოინდომა რომ კიდევ დაემატებინა ქულები, თუმცა შტურმი დამთავრდა უშედეგოდ ლოკომოტივისთვის, მაგრამ აი ლელოს შეტევა კი ლელოთი დამთავრდა თითქმის პირველი რომ მცდელობისას. კარგად მოგებული დერეფანი უცებ სწრაფად ჩამოყალიბებული მოვიდა უჯას ურგულაძის პირველი ლელო ნახეთ ახლა ეკრანებზე. ამას ლელოელთა კიდევ ერთი რეზულტატური შეტევა მოჰყვა, ქოიავას მიძალებას ხედავთ ახლა, გაასუფთავეს სწრაფად ბურთი ლელოელებმა, გაუტანეს ხმალაძეს და მანაც შიგნით შეუბრუნა მოედანზე დაბრუნებულ ირაკლი ყიასაშვილს, რომელმაც შენურად დაინავარდა და ძელებს შორის დაამიწა ბურთი. მოედანზე დაბრუნებულ იმიტომ ვამბობ, რომ უკანასკნელ ტურებში ირაკლი ყიასაშვილი ლელოს ძირითადი ფულბეკი არ იყო ფორმაში, არ იყო მწყობში, მას ტრავმა ჰქონდა და გამოტოვა რამდენიმე შეხვედრა, თუმცა აქ ხედავთ, რომ უკვე ყველაფერი წესრიგშია, ტაიმინგი ძალიან კარგი იყო, შემდეგ მოძრაობაზე დაიჭირა ვიზავი ბექაძიკლაური და უპრობლემოდ დაამიწა ბურთი ძელებს შორის ყიასაშვილმა ლელო დადო. ასე გახდა ანგარიში 14-3 ყიასაშვილის გარდასახვის შემდეგ და უნდა გითხრათ, რომ ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა. ლოკომოტივს ჰქონდა ძალიან კარგი მცდელობები, იყო ეპიზოდებში მართლაც თვალსაჩინო და რეზულტატურიც ოღონდ რაღაცა ეტაპამდე. აი შემდეგ კი ბოლო ფაზაში ვეღარ ახერხებდნენ სტუმრები ლელოს დადებას. აქ ნახეთ შკინინის გარღვევა, ცოტა ხანში კიდევ ერთ შეტევას ნახავთ, როდესაც შკინინი ბურთს ვერ დაიჭერს. მოკლედ ლოკომოტივის მცდელობები იყო, ლოკომოტივს არ დაუკლია მცდელობა, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ ლელოს დაცვა იყო ძალიან მტკიცე, გაუვალი შეიძლება ითქვას და არაფერი გამოუვიდა თემურ ბენდიაშვილის გუნდს იმისთვის, რომ რაიმე შეეცვალა და პირდაპირ წესით მოხვედრილიყო ფინალში. საბოლოოდ მატჩი დასრულდა კიდეც 14-3 და ლელოს სარასენსი უკვე ზედიზედ მეოთხედ აი ესეთი წესით, პირდაპირ წესით გადის ეროვნული ჩემპიონატის ფინალში. შეგახსენებთ, რომ სამჯერ ამ გუნდს ბოლო 3 წლის განმავლობაში მოგებული აქვს და თუ თამაშის ხარისხით ვიმსჯელებთ, არც წელს არის არარეალური ეს მიზანი. მანამდე კი ვადევნებ თვალს იმ ეპიზოდებს, რაც ხდებოდა მოედანზე მატჩის განმავლობაში, როგორც გითხარით, ანგარიში აღარ შეცვლილა და ლელოს სარასენსმა გაიმარჯვა მოცემულ მატჩში. მაშასე ლელოს სარასენსი არის ფინალში, ხოლო გორის ჯიქი და თბილისის ლოკომოტივი გაარკვევენ მისი მეტოქის ვინაობას. ლოკომოტივზე დავიწყებ საუბარს. ფიქრობ, რომ ჩვენი თამაში არ გამოგვივიდა,
ჩვენი პლუსები ვერ გამოვიყენეთ. მითიცნე რომ საკმაოდ კარგად ისარგებლა და ანგარიშზეც აისახა. ვეცდებით მომავალ თამაშზე ჩვენი თამაში ვითამაშოთ და მივაღწიოთ ფინალს. ლელოს ულოცავ ამ ღირსეულ გამარჯვებას და უსურვებ წარმატებებს. ძალიან რთული მატჩი გველოდება ნამდვილად, რადგან ჯიქემა დაამტკიცა, რომ ღირსეული გუნდი არის და ღირსეულად მოხდა ნახევარფინალში. ჯიქებსაც ულოცავ ამ დიდ წარმატებას. როგორც აღნიშნე, ძალიან რთული თამაში იყო, დაძაბული თამაში იყო. ორე გუნდმა შესანიშნავად იომა, მინდა თქვა, იომა. მაგრამ კარგი რაგბი ვერ ვითამაშეთ ვერც ერთმა გუნდმა. ძალიან ბევრი შეცდომა იყო, ტექნიკური წუნე იყო, დისციპლინაში იყო ძალიან ბევრი დარღვევა. ეს მეტყველებს მთლიანად საქართველოს ჩემპიონატზე რა. უნდა გამოვასწოროთ ჩვენი თამაში. ყველა გუნდმა, თითოეულმა დისციპლინაში, ხელით თამაში, ტექნიკაში. რაც შეეხება დანარჩენს, დიდი მადლობა მინდა მოუხადო მოწინააღმდეგე გუნდს და ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო ჩვენ გულშემატკივარს. მადლობა.